მოგესალმებით მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ყველანაირ სპეკულაციებს სინამდვილეში წერტილი დაუსვა გუშინელმა ეუთოს დასკვნა, ვისაც ელემენტარულად კითხვის უნარი აქვს და გააზრების მინიმალურ დონეზე მაინც ისთვის ყველაფერი ცხადია, იმიტომ რომ ეს იყო უმწვავესი დასკვნა ისეთი იმ ტიპის, როგორც არ მინახავს გასულ არც ერთ არჩევნებთან მიმართებაში და ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო ცხადად ვკაფიოთ ვისაუბროთ ახალი არჩევნების საჭიროებასთან დაკავშირებით. ხო, ხელისუფლება რა თქმა უნდა განაგრძობს სპეკულაციებს, ერთადერთი რაც ჰქონდათ ამ დასკვნიდან სათქმელი იყო ის, რაც აღნიშნა ილიამ, რომ ტექნიკურად იყო ორგანიზებული და ამაში გულისხმება მხოლოდ რომ გარკვეული პროცედურები იყოს არჩევნების დღეს დაცული, რომ 8 საათზე გაიხსნა უბნები, რაღაცა, მაგრამ ამასთან მიმართებაშიც კი ბოლომდე არ იყო ეუთოს დასკვნა, ასე ვთქვათ, ეუთოს დასკვნას არ ვთქვამს, რომ სრულყოფილად იყო მაგალითად პროცედურები დაცული, მაგალითად მარკირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართებებით. შესაბამისად, ამ არჩევნების არალეგიტიმურობა კიდევ უფრო ცხადი გახდა ქართული საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ როგორც მინიმუმ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ამ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების საკითხი. შესაბამისად, ერთადერთი საუბრის თემა, საკითხი, რაც შეიძლება იყოს ამ პირობებში, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა და რა თქმა უნდა ამასთან ერთად, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მზაობის დაფიქსირება, რომ ისინი მზად არიან ჩანიშნონ ახალი არჩევნები შესაბამის პირობებში, შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობით და ასე შემდეგ და მეორე, რაც აუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ეს არის რა თქმა უნდა იმ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება ციხიდან, რეჟიმის დილეგიდან, რომლებიც ყავთ ფაქტობრივად ტყვეებად აყვანილი ყავს ივანიშვილის რეჟიმი.